კვირის თემა. რუსეთის მორიგი პროვოკაცია და მსოფლიო თანამეგობრობის პასუხი მის აგრესიაზე. რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია ოკუპირებულ აფხაზეთში. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამხედრო გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის კვალდაკვალ კი გავრცელდა ინფორმაცია გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ. ქართული პოლიტიკური წრეები და საზოგადოება შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში ახალი კანონის ამოქმედებით, რომლის თანახმად ოკუპირებული გალის სამხედრო ქალაქად გარდაქმნა იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიზღუდება. სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. მოსახლეობას საშვის წარმოდგენა ერისწყალზე მდებარე ეგრეთ წოდებულ რუსულ საგუშაგოსაც მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით გალის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზაც შეიქმნება. რაიონში დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდება. სოფელ სიდაში კი სამხედრო აეროპორტის მშენებლობა, სამხედროების ჩასახლება და ადგილობრივი მოსახლეობის ოჩამჩრეში გადასახლება იგეგმება. საგულისხმოა ის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2011 წელს აპირებდა გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას. თუმცა მაშინ მოსკოვის ამ სურვილს სოხუმი მაინც და მაინც არ ემხრობოდა და ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა. მას შემდეგ კი რაც მოსკოვსა და აფხაზეთს შორის ჯარების ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ხელი მოეწერა, რუსეთმა სრახვა სისრულეში მოიყვანა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მისი განმარტებით პროექტი გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებულები არიან. ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება რუსეთის კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ყველა ეს ძალისხმევა გარკვეულწილად მიმართულია, რომ ხელი შეეშალოს პროცესს, რომელსაც ქვია ხალხთა შორის კონტაქტის ახალისება, მიმოსვლის ახალისება, ზოგადად ნდობის მშენებლობის ახალისება. ჩვენ უნდა ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროში კი თვლიან, რომ ინფორმაცია გალის რაიონის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანის თაობაზე სიმართლეს მოკლებულია. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლეგ არშფას განცხადებით, სამხედროების რიცხვი გაზრდილი არ არის. საუბარი რაიონის მილიტარიზაციის შესახებაც არ არის სწორი. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით და სარწმუნო წყაროს ცნობით, გალში სამზადისი და სათანადო სამუშაოები უკვე შეიმჩნევა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის ფაქტზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ახალ-ახალი სამხედრო პოლიტიკური თავხედობების გამო, რაც ამჯერად რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაში გამოიხატა. ეს ყველაფერი კიდევ ერთი მზაკრული გადაწყვეტილების მიღებას, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას განაპირობებს. აფხაზეთის მილიტარიზაცია ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა კატეგორიულად წინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს. ეს არის პირდაპირი ანექსია, დაუფარავი, როდესაც შენდება ესეთი სამხედრო ქალაქი, გადაადგილება მოსახლეობის და ასე შემდგომ შეზღუდული იქნება. რა თქმა უნდა, კონტინგენტი რუსული სამხედროებისი გაიზრდება. ერთ სიტყვით დაუფარავად კრემლი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორია. ამ გადიდებულ კონტინგენტთან ერთად იქნება წვრთნები, შეშინება და ასე შემდგომ, როგორც ჩვევია ეს საერთოდ სამხედრო მანქანას და მით უმეტეს რუსულ სამხედრო მანქანას. ყოველწუთი შეუძლია სამხედრო აგრესიაშიც გადაიზარდოს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო გაერთიანების შესახებ ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურისა და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების ერთობლივი სხდომაც მიეძღვნა. მონაწილეებმა დაგმეს ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც შეაფასეს როგორც ანექსიის პოლიტიკის სახიფათოდ დაჩქარება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ დაანონსებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზის განთავსების გამო. არათუ გალი და გალის რაიონი მთელი აფხაზეთი წარმოადგენს ფაქტობრივად ამ შეთანხმების თანახმად რუსეთის ბაზას.
რუსეთის ის აი ვითომ ესე გაერთიანებული ძალები ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები და ახლა მათი გაერთიანება ეს ხო სასაცილოა რა ეს არის უბრალოდ შირმა რომ ამას ლეგიტიმაცია მიენიჭოს ბრჭყალებში რა ლეგიტიმაციაზე შეიძლება აქ საუბარი ეს არის სუფთა რუსული ბაზა რომელსაც რუსეთი განაგებს მე აქ არ არის მითითებული ეს რასახეობის შეიარაღებული ძალა უნდა იყოს ეს იქ განლაგდება ის ძალა რომელიც რუსეთს დასჭირდება ეს ძალიან სახიფათოა და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა რაც იმას ნიშნავს რომ რამდენიც მოუნდება 1000 ეყოლება 10000 მოუნდება 10000 ეყოლება ეს შეთანხმება ეგრეთ წოდებული ყველაფრის საშუალებას იძლევა და განალაგებს იქ სადაც დასჭირდება გალში გაგრაში გუდაუთაში სოხუმში არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა რა თქმა უნდა ეს მას საქართველოს შესაკავებლად საქართველოს ვითომ აგრესიის შესაკავებლად კი არ ჭირდება არამედ ჭირდება თავისი გეოსტრატეგიული უპირატესობის შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო გასამყარებლად ძირითადი ძალები ალბათ გალის რაიონში იქნება განლაგებული იქ რაღაცა საგუშაგოები იქნება და ბევრ რაღაც სხვა რაღაცეებზე სამუშაოები მიდის შესაძლოა სოფლიდან სოფელში გადასასვლელად რაღაცა საშვი დასჭირდეს ადამიანის უფლებები გალის რაიონში რომელიც ისედაც შელახულია კიდევ უფრო შეილახება ეს არის ფაქტი. მას აქვს ძალიან შორს მიმავალი მიზნები. ის უპირისპირდება ნატოს მთელს ევროატლანტიკურ სივრცეს. აი ეს არის კარგად გასაცნობიერებელი როგორც ჩვენს მიერ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ფაქტობრივად საუბარია იმაზე, არა აფხაზეთის ინტერესების დაცვაზე, არა აფხაზეთის ტერიტორიის დაცვაზე, არა აფხაზი ხალხის დაცვაზე, არამედ იმ შეიარაღების იმ საშუალებების განლაგებაზე აფხაზეთის მთლიან ტერიტორიაზე და განსაკუთრებით გალის რაიონში, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას უფრო ქმედითად და უფრო რეალურად დაემუქროს ნატოს სისტემაში გაერთიანებულ ქვეყნებს, ევროპას მთლიანად, იქონიოს გარკვეული პლაცდარმი მიახლოებული სირიის პრობლემატიკასთან. ეს არის მთავარი სტრატეგიული ამოცანა რუსების. კომისიების ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების თანახმად, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ დაამტკიცა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ეთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზის მიზნების, მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების შესახებ. ჩვენი კომისიის მიზანი სწორედ აი იმაში არის, რომ ჩვენი განცხადებით კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველა იმ ინსტანციას ქვეყნის შიგნით, ეს არის საქართველოს მთავრობა, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ფართო საზოგადოებრივობა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მათ დააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოებრივობის ყურადღება და მათი ძალისხმევა იყოს აი ამ პრობლემის მომართული. უამრავი ბერკეტები არის ცივილიზებულ სამყაროს ხელში იმისათვის, რომ რუსეთს გარკვეული ბარიერები შეუქმნას მისი გეგმების განხორციელებაში და ეს ბერკეტები მე დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით უფრო ქმედითია ვინმე უბრალოდ აღშფოთება ან უბრალოდ განცხადების გაკეთება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ბერკეტები განსაკუთრებით სამართლებრივი იმისათვის რომ რუსეთის აი ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდეთ. მე მხედველობაში მაქვს აი ამ შეთანხმების რატიფიცირების და ხელმოწერის მერე ამის ჰააგის სასამართლოში გასაჩივრება და მისი უკანონოდ გამოცხადება. შეიძლება ამან რუსეთი არ შეაჩეროს, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პოლიტიკური, მორალური და რასაკვირველია სამართლებრივი რუსეთისთვის, რომ ის წინასწარ სანამ შეიქმნება უკვე უკანონოდ იქნება გამოცხადებული არა ჩვენს მიერ დაუშვათ ან თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, არამედ თვით სასამართლოს მიერ. პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას ანექსია დაფასებს.
რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანების შესახებ კანონს საგარეო უწყება პროვოკაციას უწოდებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს, რათა ქმედითი ზომები იყოს გატარებული რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად. ამ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას არალეგიტიმურად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები, ეუთოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. რუსეთს კი 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. პუტინის მიერ ეგრეთ წოდებული რუსულ-აფხაზური გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი განიხილეს ეუთოს მუდმივი საბჭოს ფარგლებშიც. საგარეო უწყების ინფორმაციით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს. რუსეთის ამ ქმედებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადებით უპასუხა. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას და მის იურიდიულ ძალას არ ცნობს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში უცვლელი რჩება. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს ჯარები, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფების შესახებ პუტინის მიერ ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული შეთანხმების წინააღმდეგ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე გამოთქვა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა. განვითარებული მოვლენების ფონზე რუსული ძალების გააქტიურების პასუხად საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს, აცხადებს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი. ყოფილი თავდაცვის მდივანი საქართველოს სტრატეგიულ ადგილსაც უსვამს ხაზს და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს გაითვალისწინოს საქართველოს მნიშვნელობა რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში. დიპლომატი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა მოქმედების დროა და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგობის მცევლად არ უნდა იქცეს. რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პროვოკაციად აღიქვამს. რუსეთის რეაქციამ ნატოს წევრი ქვეყნების შესაძლოა დაარწმუნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება უნდა დაგვიანდეს. ბოლო სამიტებზე წევრი ქვეყნები მუდამ აღნიშნავდნენ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ქვეყანას გაწევრიანებასაც პირდებოდნენ. ახლა მოქმედების დროა, დასავლეთის ინტერესები რუსეთის წინააღმდეგობის მცევლად არ უნდა იქცეს.